დღევანდელი ჩვენი საპროტესტო მარში ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ციხეში სხედან ჩვენი პრორუსი, ღიად ვიტყვი პრორუსი მთავრობის გამო და შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ ჩვენი მცირე ძალებით, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა და ამ ერთი ამაღლებული ხმით გვეთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ, რა ვართ, სად ვსწავლობთ, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი და ვემსახურებით ერთი იდეას, რაც გვაერთიანებს და შესაბამისად ვიბრძოლებთ ერთმანეთისთვის ბოლომდე. დღევანდელი ჩვენი აქცია არის სოლიდარული სტუდენტებისადმი, რომლებიც იმის გამო დააკავეს, რომ მარიამ ლაშს გამოცხადეს ძირს რეჟიმი და თავისუფალ პოლიტპატიმრებს. ზოგადად სამეცნიერო სფეროს რეპრესიები, მათ შორის პატიმრობა კაფილდ შეეხო, ჯერ კიდევ გიორგი მინდაძეს, რომელიც რეჟიმის ტყვეა და არ დააცადეს ექიმად გახდომა, ხოლო გიორგი ახობაძეს და ირაკლი ქერაშვილს თავად უშუალოდ ექიმობა არ დააცადეს. ყავდა პატიმარი სტუდენტები და კოლეგები, ლექტორები, მათ შორის ძიდან გადაცებულები და ახლა პატიმარი სტუდენტები არაფრის გამო სრულად არაპროპორციული სააშირო და საერთო უსამართლო. ჩვენ გვინდა მხოლოდ სოლიდარობა გამოვხატოთ, ეს არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება ახლა გააკეთოს სხვა სტუდენტებმა. ყველამ კარგად უნახეთ მიმდინარე დღეებში, როგორი მოვლენები განვითარდა, ის რომ ჩვენი თანატოლები სტუდენტები დააკავეს სრულად უსამართლოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ხმამაღლა გააჟღერეს პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მედიცინის სტუდენტები ახალგაზრდები არ უნდა შეეგუონ. მაგის გარდა არიან ახალგაზრდები ჩვენზე უმცროსებით, რომლებიც წლებით სხედან გისოსებს მიღმა და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე პროტესტი აუცილებელია. 12 დღიანი პატიმრობა, კიდე ვფიქრობ, რომ ჯერ საწყისია ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ვნახეთ ბელარუსში, რუსეთში 12 დღე და უფრო წლობით ყრიდნენ ციხეში ხალხს. ბელარუსიაში გამოსვლების დროს ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს და შესაბამისად ეს არის უბრალოდ საქართველოში რეჟიმის საწყის. 12 დღე მიუსაჯეს ჩვენს მეგობრებს, თუმცა ციხეებიდან ისეთი გამამხნევებელი მესჯები მოდის, რომ ხვდებით, რომ მათ შეშინება არ გამოუვიდათ. უპრეცედენტო შემთხვევები არის, როდესაც გოგონებს იჭერენ, უკვე დააკავებენ, აქამდე შემოიფარგლებოდა რეჟიმი მხოლოდ ბიჭების დაპატიმრებით, თუმცა როგორც ჩანს, რეჟიმი აშკარად შეშინებულია, აქამდე თუ ჯარიმებით აშინებდნენ სტუდენტებს, ახლა უკვე დაკავებით ემუქრებიან მათ. ასევე საშინელი სტატისტიკა არის ის, რომელიც დღეს ჩვენ გავიგეთ 3 წლიანი პატიმრობის შესახებ, ხვდებით, რომ რეჟიმი აშკარად გრძნობს იმ ბიძგებს, რომელიც უკვე გადადგმული არის დიდი უკვე თითქმის 200 დღეა რაც ვიბრძვით საქართველოს გათავისუფლებისთვის და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სტუდენტები არ გათავისუფლებიან, სანამ არ გათავისუფლებიან ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც ქვეყანას ყავს და არ გათავისუფლებს საქართველოს.